აი ახლა რამე ისეთი მითხარი, რაც არასდროს გითხოვს ჩემთვის. მაგრამ ფიქრე. მიჭირდება. თითქოს რაღაც ყველაფერი მოხმოყოლი. აბა ენით. მოიფიქრე. ბიჭო, ხო, ბოდიში მინდა მოგიხადო რა. აი, იმ გავლილი წლებისთვის გავიხსენებ რა რაღაცებს შევეხები. მაქვს ეს გულზე, ეხლა რაც დავფიქრდი და არ მქონია ესე შესაძლებლობა რომ მეთქვა. ისევ ჩემს ცხოვრებას გავიხსენებ და ორ ეტაპს გავიხსენებ, იყო ცნობიერი, არაცნობიერი ეტაპი, ხო? რაღაცა ვიმყოფებოდი არაფხიზელ მდგომარეობაში ძალიან ბევრი წლების განმავლობაში და ვერ მოგეცი ის მამობა დღევანდელი გადმოსახედიდან, რასაც ვფიქრობ. ამას დანაშაულის გზნობით არ ვიზახი, ამას პროსტა გულწრფელობით, იმ სინანულით, რომ მამეთ ამ ცნობიერებით რომ იქ დამაბრუნა, აბსოლუტურად ბევრ სხვა რაღაცებს ვიყავ. მაგრამ იმ ცნობიერებით რაშიც მაშინ ვიყავი, სხვაგვარად ვერ მოიქცეოდი. ეს ზუსტად ისე მოიქცეოდი, როგორც ვიქცეოდი. დარდგავ. ესეთი მიღებულია რა თქმა უნდა და მეც მიყვარხარ და მადლობა და ის დასაფასებელია რომ შეიძლება ქაოსში იყავი, მაგრამ არ უშვებდი ამ ქაოსს ჩემამდე და ეგეც მომენტი რა. ამიტომ დიდად საბოდიშო არ გაქვს. მადლობა. ჩაგეხუტები. მადლობა. მიყვარხარ. კარგად მიცნობ. ამ ბოლო დროს საკმაოდ კარგად გაგიცანი, ბოლო წლებია და ძალიან განვიცდიდი იმას, რომ არ გიცნობდი ადრე. კარგად და საერთოდ არ გიცნობდი პრინციპში და სულ მინდოდა ყოფილიყო ის ჩვენი ურთიერთობა ისეთი რეალურად, რასაც დღეს ხედავ და ფიქრობ, რომ საკმარისად კარგად გიცნობ. შეიძლება შენ და შენ სასიყვარულო ურთიერთობებში არის სადაც კიდე რაღაც წერტილები, სადაც ჩავეხედებოდი კიდე რა. აი მაგნაწილს მეც ხა ვიცნობ. რო გავა ბოლოში გაგაგები. ხო, არ ჩქარობ, არა? ой, შენჯერია ესეც. ჩქარო პროცესებს ნამდვილად დინებაში ვარ მიყვები. გინდება ხოლმე ჩემთან ლაპარაკი და როდის? სხვათა შორის ეგ მომენტი მაქვს, რომ შენთან სიახლოვეს ნაკლი არ მაქვს, მაგრამ იმ მომენტებში, როცა ვიცი, რომ შენ რაღაცები გავლილი გაქვს ძლიერად ხარ და მე იმ მომენტებში ჭირდება დაჟე ვიცი, რასაც მეტყვი, მაგრამ ანუ თქვა ამის გაგება მინდება ხოლმე რა. მაგრამ ის ტიპი არ ვარ, რომ აი ეგრევე ტელეფონი ავიღო და გეტყვი, იმიტომ რომ არ შენახ. მე ძალიან მიჭირს. იმენა 100 კილო ხდება ხოლმე, მაგრამ ტელეფონი არა და მოთხოვნიო მაქვს ხოლმე რომ დაგიხო. ხო, აი უფრო ეს არ შევაწუხო, რაღაცა სისულელეა, გაიulis და არა და ვიცი რომ შეიძლება გესიამოვნოს ეს ჩემი დარეკილი რაღაც. არ ვიცი. მოდი გადავლახო და დავრეკოთ ხოლმე. ეს ორივე სასარგებლო იქნება რა. მასულა. ჩემთან ერთად ცხოვრების რომელი ეტაპის გავლის გეშინოდა? ხო, იყო რაღაც ეტაპები მართლა, როცა მეშინოდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ დროს შენ იყავი ობიექტი შიშის, ეს ჩემი შიგნით არარეალური შიშები იყო და არასასრული მდგომარეობები, რომელსაც აქამდე მიყვართ, ანუ როცა ვერ ხარ ჯანსაღად, რეალურად ნებისმიერი
შენ ცხოვრებაში ადამიანი ობიექტი მით უმეტეს შვილი, როცა ემოციურად და დიდი კავშირი გაქვს ამასთან, ცოტა ისეთი ხდება რა სენსიტიური რა და საშიში და რა თქმა უნდა არ გაბრალებ იმ რაღაცებს, რაც მოხდა ჩვენს ცხოვრებაში, რაღაც გადახვევები, თუმცა მეშინოდა ძალიან მინდა გითხრა გამოგიტყდე მაგ დროს, სულ მოლოდინში ვიყავი, რომ შეიძლება რაღაცა უფრო დამძიმებულიყო იმ მომენტში მდგომარეობა. მაინც უფრო რომელი ეტაპია, რაღაც თინეიჯერობის არა, უფრო თინეიჯერობის მერე ეტაპი, ცოტა მერე, ისე 5 წლის წინ სადღაც აი ზარო შემოვიდა მაგ პერიოდში, აი ძალიან შემეშინა, ძალიან და დღემდე გარკვეულწილად რაღაცა გავსია რა უცნობი ნომერი შემოდის ხოლმე რაღაც ასოციაცია მომდის ხოლმე მაგრამ ეგ ხო გარდაუვალი იყო ანუ ეგ ეგრე მოხდებოდა ხო ეს გამოცდილი ანუ გზა იყო შეცდომებსაც არ დავარქმევდი პროსტა უნდა მომხდარიყო ეს რაღაცები რადგანაც ჩვენი გაკვეთილები სხვაგვარად მოკლედ სხვა კლასში, სხვა ლეველზე ვერ გადავდივართ რა. უხეშად ჩართულ ვარ შენ ცხოვრებაში? ჟურნალები რომ გადამიგდე. გახსოვს? რაც ფსიქოდელურ შემეცნებებში ვიყავი რაღაც პერიოდი და ეხაც ვარ რაღაც დოზით. ისე მიმიყვანა მაგ გზამ რომ რაღაც ძუნაბიჯები გადავდგე მოკლედ სამყარო გაკვეთილი მასწავლა და რო დავბრუნდი სახში გადაყრილი დამხვდა ჩემი ესე ქვია სკეჩბუქები რა სადაც ხარტავდი ვიწერდი ჩემს რაღაც შემოქმედებით ესე ხედვებს თუ რაც არის და უხეში იყო მაგის გარდა ტკივნეული იყო. რო ვაგდებდი, პრინციპში ფიქრობდი, რომ ტკივნეული იქნებოდა, მაგრამ რაღაცა გავაკეთე. მაგრამ შენი ცნობიერებით ეს პოზიტიური ის იყო, რა ქვია, რომ მოგეწყვიტე ამ სამყაროს რაღაცნაირად, მაგრამ უხეში იყო. ხა, ესეთი. შეიძლება გადაგემალა და ეს მე გამოგეჩინა, იქნებოდა. შეიძლება გადამოვუწე. დავადების დროს გადაყრი. ხო, ოკეი, შენი აზრით ჩემთვის ყველაფრის პატიებას შეძლებ? პირველი რაც წამოვიდა პასუხი, ეგრევე არაცნობიერად, კი იყო პასუხი რა და ესე იგი ეგ არის სწორი პასუხი რა, ხა. ცნობიერად რომ დავფიქრდე, შეიძლება რაღაცები აღმოვაჩინო ის რაღაცები რო ვერ, მაგრამ თუ ქვეცნობიერმა ოკეი თქვა და ხო გეუბნები პირველი პასუხი ჩემ თავში ეგრევე იყო კი ესე იგი იმას ნიშნავს რომ რაც უნდა მოხდეს ყველაფერზე იმას ჩავაჭერ და ერთი იმ სიტყვებს გაგიხსენ შენ სიტყვებს გაგიხსენებ რომ ეს წინა ცხოვრებიდან გაგიხსენდა ხო ალბათ შენ რო კარჩ ხელი წაგიცესო და წამალიან რაღაც გაიჩხირო და არჩე მე ვერ გაპატიებ აი ხა მითხარი აბა მაპატიებ ამ მომენტში იყო საჭირო რომ ესე მეთქვა და საბოლოო ჯამში ხა შენც კარგად იცი რომ უპატიებელი არაფერი არ არის და შესაბამისად თან მით უმეტეს მაგ თემაში კარგად ჩავიხედი და სხვა ადამიანებს ვეხმარები და ადამიანს რო უჭირს მივდივარ და ვეუნები მიყვარხარ და მჭირდები არა აქვს მნიშვნელობა დღეს როგორ გამოიყურები და რას აკეთებ მეთქი და შესაბამისად შენთვისაც რა თქმა უნდა ნებისმიერ მდგომარეობაში და სიტუაციაში არა თავსაგარიდებ მაგ სიტუაციას კარი მექნება ღია ხო ანუ ოკეი რა გინდა რომ შევცვალო ცხოვრებაში ხო ხო კაი მე ესე ვიტყვი ნუ შენ ცხოვრება გაქვს და ჩემს თავის ცხოვრება გაქვს და ოჯახი და რაცა ახალ სიცოცხლეზე ფიქრობ ხოლმე შენთვის. ხო, ამიტომ ეგ მე ჩემ მინდაზე არ არის. ისე მინდა რა, შენ მინდა რომ ცოცხალე იყო პროცესში იყო, სიყვარულში იყო, ახლის და მგონია რომ ძალიან მაგარი მამა ხარ. ზოგადად შენზე მაგარ მამას ვერ ვინატრებდი. ვაიმე. აი, ხათუიტი.
მადლობა. შენი თაობა რას აყვედურობს მშობლებს ყველაზე ხშირად? ხო, ანთანაბერი აკრძალვის და აი თავისუფლების შეზღუდვის. კი არის სიყვარულის სიფრთხილის გამოხატულება, მაგრამ ხეში ფორმაა ძალიან ბავშვისთვის, ბავშვის ფსიქიკა ძალიან გრძნობიარეა და ამ ჩარჩოებს, ამ არს და ესე არ შეიძლება და ამას თუ ესე გააკეთებ, თავზარი დაგეცემა და რაღაც შიშის ჩანერგვას ძალიან დიდი ის მოყვება უარყოფითი შედეგები, იმიტომ რომ ჩარჩოში ეს მიყვება მე ბავშვს, რომ პრომპტებია იდეაში, ხო, ხელოვნური ინტელექტთან ურთიერთობას სწავლობთ და იგივეა რა, ანუ რა სიტყვასაც დაუწერ, იმ სიტყვას უეჭველი გადაახარისხებს რაღაც მომენტში, დაამუშავებს და გამოავლენს, დაგიბრუნებს. და ანუ გასაკვირი არაფერი არ არის რა, ანუ რო უკითხო მშობლებს, რომ აი ესე როგორ საჩემ ანუ აბა კარგად დაუფიქრდი, კარგად გადაახვიე ყოველ სიტყვას და იმ სიტყვას თავისი გრძნობა ახავს, ხო, თან და ამას ვერ მოატყუებ ბავშვს. მე ვფიქრობ მზად ხარ უკვე შვილისთვის. და შვილიშვილსაც გაუკაჩავდი. შვენიერი. მადლობა, მიყვარ ხარ. ჩაგეხუტები.